მოგესალმებით კიდევ ერთხელ მართლაც განსაკუთრებული დღე გათენდა დღეს საქართველოში დიქტატურისკენ სინათლის სიჩქარით მიემართება ივანიშვილის რეჟიმი რა სტადიაში გადავედით ახლა ლუკაშენკოს ბელორუსი თუ კადიროვის ჩეჩნეთი თუ პუტინის რუსეთი მოკლედ რა არის ახლა გამოსავალი და წინააღმდეგობის მოძრაობა როგორ უნდა გაგრძელდეს ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის დაფუძნებელია ჩვენი სტუდიის სტუმარი მივესალმები მას მოგესალმებით ბატონ ზაზა განსაკუთრებით მიკვირს რაც ხდება რა თქმა უნდა ამას არ გკითხავთ, მაგრამ აი ეს მოცემულობა უკვე სადამდეც მივედით, რას ცვლის და რა ამოცანებს აყენებს ჩვენი საზოგადოების წინაშე. ხო, უმძიმესი მომცემულობის წინაშე ვართ. ბოლო სერიაში ვართ ფაქტიურად, ივანიშვილი უკვე ამყარებს ფორმალურადაც დიქტატურას ამყარებს. ფორმალურად იმიტომ ვამბობ, რომ ბუნებრივია ახლა ძალიან ბევრი აღშფოთს და ჩვენს, მეც, თქვენს მათ შორის, როდესაც ეს ახალი ინიციატივა შემოაგორეს, რომ თურმე მთავრობის წევრის შეურაცხყოფა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლება გადაითარგმნოს იმაში, რომ ორი თვით გაგიშვებენ ციხეში. მაგრამ გავიხსენოთ, რომ სანამ ამ კანონებს საერთოდ მიიღებდნენ, პუტინის გინებისთვის ხალხს უშვებდნენ ციხეში, ყოველგვარი კანონის გარეშე. უბრალოდ ეხლა ეს ხდება უკვე კანონისმიერი დიქტატურა. ფორმალიზებულად მოხდება ის, რომ ჩვენ აღარ გვექნება გამოხატვის თავისუფლება, ხო? ანუ სიტყვის თავისუფლებას აუქმებენ კანონით. ანუ ადამიანები ღალატობენ სამშობლოს და ჩვენ თუ მათ მოღალატეები დაუძახეთ, ამის გამო ჩვენ გაგვიშვებენ ციხეში. ანუ ჩვეულებრივად დგას 21 და 37 წლების ნაზავი. ესენი არიან დისკომფორტიც აღარ უნდათ, რომ მათ მიიღონ ის შეფასება და ეპითეტები, რაც თავად დაიმსახურეს. სხვათა შორის, ხო, ეს დინარაძე ამბობდა რამდენიმე კვირის წინ რომ როგორ კაცო მე ქუჩაში გავლის უნდა მეშინოდესო და აი ასე იცავენ ხო ანუ კანონით იცავენ კანონით რომელიც თავის მხრივ არის უსამართლო თავის მხრივ არის დიქტატურის გამოხატულება ხო ის ფორმალური მსგავსებები რომლებზეც ისინი საუბრობენ ხოლმე რომ აი სხვაგანაც სად ხდება სად არის მთავრობის კრიტიკა თუნდაც უშვერი სიტყვებით ლანძღვა დასჯადი ციხით ანუ რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ეს ხო ის რა ჩვენთან ხდება დღეს ანუ იმის საფუძველი უნდა გახდეს რომ უბრალოდ გადავიაზროთ კიდევ ერთხელ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე ესენი რომ ახლა ჩვეულებრივი კონვენციური ტიპის ზეწოლით დემოკრატიული ზეწოლით ხალხის რაოდენობით წასვლას არაპირებენ ახალი არჩევნების დანიშვნას არაპირებენ ეს ცხადია ჩვენ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ იმ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო ვითარება ძალიან გაურკვეველია. ეს კიდევ დამატებითი გამოწვევაა. ჩემმა ერთმა ძალიან პატივსაცემმა სამხედრო მეგობარმა რამდენიმე წლის წინ ასეთი რამ მითხრა, ხანდახან ჯარისკაცის მოვალეობა და ამოცანა ის კი არ არის, რომ მტერს როლს, ხანდახან ჯარისკაცის მოვალეობა და ამოცანა ის არის, რომ გადარჩეს. გამოიზამთროს ან ჩაწვეს მაშინ რა ქვია თხრილში სანგარში და დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც შეიძლება აქტიურად დაიცვას სამშობლო, ხო? შეიძლება ეს დრო მოდიოდეს, არ ვიცი, ძალიან მძიმე პერიოდია მართალი გითხრათ, ვინაიდან დღეს ძალთა ბალანსი არის ესეთი, ხო, იქით არის რუსეთი მთელი თავისი სპეცსამსახურებით, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებით, ქართული ოცნების ხელში არის კონსოლიდირებული ტოტალური ძალაუფლება, შეუზღუდავი ძალაუფლება, იქით არის რუსული სპეცსამსახურები, ეს ბოროტი სადეზინფორმაციო მანქანა, რომლის შეფი ამ ბოლო კვირებში უკვე გამომზეურდა და რაღაცნაირად აქეთ ფლანგზე გადმოსვლაც ისურვა, რომ თავის კაი ტიპობა დააჯეროს ვიღაცებს, არ ვიცი ასეთები საერთოდ თუ არსებობენ. იქითა ფლანგზე არის ფული, ყველაფერი, ყველა ბერკეტი, ხო? და ჩვენ მხარეს არის იდეალიზმი, არიან ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან არაფერი გარდა თავისუფლებისა. ანუ არ უნახავთ მათ საბჭოთა კავშირი, არ უნახავთ მათ აი ესეთი მონობა, რომელსაც ივანიშვილი კულტივირებს ქართულ ოცნებაში. ისინი ბუნებრივად თავისუფალი ადამიანები არიან, მაგრამ ძალთა ბალანსი არის ძალიან არათანასწორი. მართალი გითხრათ, ანუ ძალიან მძიმე ვითარებაა დღეს რაღაცაზე რომ კონკრეტულად ვისაუბროთ, გამოსავალი რა არის? ძალიან რთულია. ერთი რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ნათია, ეს არის
ეს არის ერთიანობა, ეს არის ჩვენი გაერთიანება, რომელსაც არ კონსოლიდაცია ალბათ გარდაუვალი არის ამ შემთხვევაში და რამდენად გახდება თუნდაც დღევანდელი დღე ამის საფუძველი. დღევანდელი დღე კი არა, რა ვიცი, მე რომ მკითხო უკვე ბოლო რამდენიმე წელია ეს საფუძველი არსებობს და მეტიც ამას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მეორე მხარეს არის რუსეთი და რა ვიცი, რომ გავიხსენოთ ჩვენივე ისტორია, ხო, თუნდაც აი ემიგრაციაში წასული პარტიები როგორ ეკინკლავებოდნენ ერთმანეთს, სანამ ის ადამიანები არ დაიხოცნენ და შესაბამისად მათთან ერთად ის პარტიებიც არ მოკვდა, ხო? საერთოდ აღარ იქნება აქტუალური ეს პარტიები რამდენიმე კვირასა თუ თვეში. არც ტელევიზიები სამწუხაროდ, ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის მოგუდვის ბოლო ეტაპი, ხო? რა პარტიებზე ვსაუბრობთ, რა გემოვნებაზე ვსაუბრობთ, ანუ რა დეტალებზე ვსაუბრობთ საერთოდ, ხო? ტერი არის შემოსული ჩვენს ოჯახში და სათითაოდ აი ასე გეგმაზომიერად ამ ქვეყანას ანადგურებს და კიდევ ერთხელ რომ გავაცნობიეროთ, ეს არ არის საუბარი დღეს იმაზე, რომ ევროკავშირის გზა დაიკეტა. ევროკავშირის გზა დაიკეტა კი არა, დამოუკიდებლობა გვაქვს დაკარგული უკვე. de facto გვაქვს დამოუკიდებლობა დაკარგული. სამწუხაროდ ძალიან მძიმე რეალობაში აღმოჩნდით ყველანი ერთად და აქეთ თითქოს რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, მაგრამ ის მუხტი რაც იყო წინააღმდეგობის და აი ჯანყის სული, რომელიც ტრიალებდა თბილისის ქუჩებში, ეს საგარეო ჩარევა, გულისხმობ იმას, რომ არ აღიარება მოხდა ივანიშვილის რეჟიმის და აი ასეთი რამ და აი ასეთი წნეხი შიგნიდან და გარედან ივანიშვილს რაც არჩევნების შემდეგ არ ქონია სანქცირება. ამის მიუხედავად ის ვამბანკზე მიდის, მესმის რომ მას უკან დასახევი არ აქვს, მაგრამ საბოლოოდ აი ბოლო სერიაზე ვლაპარაკობდით, ის ხო აგებს და გაცილებით უფრო მძიმედ წააგებს, ხო? და უფრო მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს ჩვენთვის მძიმე პერიოდში შევდივართ ნამდვილად და არავის არ მინდა რომ შეუქმნა ილუზია რომ რაღაც მარტივი პროცესები იქნება, მაგრამ მისთვისაც ხო არ არის მარტივი და ისიც ხო ირთულებს უკან დასახევს და ცივილიზებულ სამყაროსთან ასე ჩაჭრით გზების. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ის წააგებს, უბრალოდ როდის წააგებს, რის ფასად წააგებს, ამაზეა საუბარი. საბოლოო ჯამში კადაფიმაც წააგო, სადამ ჰუსეინმაც წააგო და ბოლშევიკებმაც წააგეს, მაგრამ ამას რა ფასი, ამისთვის რა ფასი გადაიხადა საქართველომ და კონკრეტულმა ადამიანებმა და ოჯახებმა, ამაზეა საუბარი, ხო? ეხლა ძალიან მაღიზიანებს ხომ პირდაპირ უნდა გითხრათ, როცა ამბობენ, რომ ივანიშვილს პუტინის ეშინია, რომ პოლონიუმი არ დაალევინოს, ნათია ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ივანიშვილს პუტინის ეშინიან, ნებისმიერ საქართველოს მთავრობა შეიძლება ეშინოდეს პუტინის, იმიტომ რომ კაც ჭამია, ხო, ბუნებრივი ადამიანისთვის შიში არის ადამიანური ემოცია. მაგრამ ივანიშვილს პუტინის რატო უნდა ეშინოდეს? რამე არ გაუკეთა? გადაუხტა რაღაც ეტაპზე? ანუ რაღაცნაირი მიამიტური მიდგომა გვაქვს დღესაც, როცა გონია რომ პუტინის ეშინია ადამიანს, რომელიც თხემი ტერფამდე პუტინის განსხეულებაა საქართველოში ნამესნიკია პუტინის ჩვეულებრივი, ხო? პუტინის ეშინიათ იმათ, ვინც პუტინს უღალატეს, რა ვიცი, ლიტვინენკომ უღალატა პუტინს ბჭყალებში, ხო? პუტინის განმოსახედიდან დაალევინა პოლონიუმი. ვიღაცამ უღალატა და ის ააფეთქა ბჭყალებში, ხო? ანუ ისე მისი განმოსახედიდან. ივანიშვილს არაფერი არ გაუკეთებია პუტინის საწინააღმდეგო პირიქით, ასე სამაგალითოდ რუსულ ინტერესებს ალბათ სოფლიოში არავინ არ ატარებს როგორც ივანიშვილი. შესაბამისად, ის მიდგომა რომ თურმე ივანიშვილს პუტინის ეშინია არის ჩვენივე მიამიტობის კიდევ ერთხელ ხაზგამსმელი პოზიცია. რისი ეშინია, რატო დადის აბამაში მყოფით, რამდენი ყავს მოკლული, რამდენი ყავს გამწარებული, რამდენი ყავს გადაგდებული, რამდენი ტყუილი აქვს ხალხისთვის შეთავაზებული ამ 12-13 წლის განმავლობაში, რამდენი ბოროტება აქვს ნათესი. არ უნდა ეშინოდეს? პუტინის კი არ ეშინია, საკუთარი ცოდვების ეშინია. და დღეს ჩვენ გვაჩუმებს კანონით და ადამიანებს, რა ვიცი, ქუჩაში გასვლისთვის იჭერს სისხლით, ხო, თქვენ საუბრობდით ახლა. გიგი უგულავაზე, მე მგონი გიორგი ხადაგიძეზეც გავიგერო. იგივეს თითქოს ამ თუთას არის სასამართლო პროცესი და ნახოთ საქალაქო სასამართლოში როგორ ანუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ გადაუკვალიფიცირებიათ მისი საქმე. ნუ მოულოდნელი და გაურკვეველი არაფერი არ არის, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრების მიმართ უნდა მიიღონ, ხვალ უცებ გაახსენდათ, რომ ამ კოალიციის წევრებს, სამი ოპოზიციური კოალიციის წევრებს უნდა მოუხსნან უფლებამოსილება. უკვე გაავს ეს ყველაფერი იმას, რომ ემზადებიან ახალი დაპატიმრებებისთვის. ხო, აღარ არსებობს არაფერი, რასაც ჩვენ არ უნდა ველოდეთ. თან ასთავარია ეს ყველაფერი ხდება რაღაცნაირი სურეალისტური, ორველიანური ნარატივების ფონზე. ანუ ადამიანები გვეუბნებიან, რომ უნდა აკრძალონ ის იდეოლოგია და ის პარტიები და ის
ის მიმართულება ზოგადად, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, თუ არა ყველაზე წარმატებული 9 წელი, ხო? და ვინ გვეუბნება ამას? აი დღეს კალაძე გამოვიდა. კალაძე, რომელმაც, რა ვიცი, ხა მარტო მე რომ მომცეთ ეთერი, 1 საათი ვერ მორჩები მისი ცოდვების ჩამოთვლას, ხო? არაკაცია ჩვეულებრივი, რომელმაც გაზპრომთან დადო ხელშეკრულება, რომელსაც ითხოვდა გაზპრომი 10 წლის განმავლობაში. და საქართველოს ხელისუფლება არ უდევდა გაზპრომს ამ ხელშეკრულებას. მოვიდა კალაძე და ეს ხელშეკრულება დაუდო როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ხო? და ძალიან მეჭირს თქვენთან საუბარი, როცა თუ არ მისმენთ. ბოდიში, ხო? არა, აუცილებლად უბრალოდ ვცდილობ, რომ პოლონეთთან კავშირი გამოვიდეს, სვეტლანა ციხანოვსკაია უნდა ჩავწოთ და ამიტომ მიწევს კომუნიკაცია და იქნებ მოვახერხოთ როგორმე, იმიტომ რომ პირველ გადაცემაშიც დავაანონსეთ და პრობლემები შეიქმნა და ახლაც. ხო. ხო, კალაძეზე რო დავბრუნდეთ ისე, ხო, ანუ ადამიანი არის, რომელსაც ისეთი რაღაცებია გაკეთებული, იგივე ეს გაზპრომის თემა რო დავაბრუნდეთ, ხო? გაზპრომის საკითხში რაიმე საქართველოსთვის მომგებიანი რო იყოს, ამას დაასწრებდი მაგის გაფიარებას? ნაბიჯს არ დგამს ადამიანი ისე რომ ლაივი არ ჩართოს და ადამიანებს არ დაამადლოს ის რაც მან უნდა აკეთოს და რასაც ალბათ აკეთებს დიდი კორუფციის სანაცვლოდ, მაგრამ აი გაზპრომის მაგალითზე ვიკითხოთ, ხო? კორცხელის დანაშაულებრივი დაჯგუფების შესახებ ვიკითხოთ. ლავასოღლის საქმეში რამდენჯერმე რო გააქროთ თვითმფრინავიდან მაგაზე ვიკითხოთ. აი ვიცი, რამდენი რამე ჰესების თემაში კორუფციულ თემებზე ვიკითხოთ, ხო? მისი ძმის საქმე გავიხსენოთ, ანუ ადამიანი ებრძვის იმ ხალხს, რომელსაც მადლობას უხდიდა გუში. რატო? გვახსოვს ხო ეს ყველაფერი. ხო და აი ეს ხალხი დღეს ცდილობს რომ აგრძალოს, ანუ ვინმე პოლიტიკური პარტია კი არ, ანუ ხო დღეს ხო ყველა აცნობიერებს, ანუ კოლექტიურ ნაცმოძრაობას რო ახსენებენ. მე აკონკრეტებენ რომ გახარიაც ეგარიო, ხაზარაძეც ეგარიო, ნუ ნაცები და ახლები ხო თავისთავად ეგარიანო და კიდე ყველაო სხვაო. ხო და ანუ მეტი ხა მე არ ვიცი რა უნდა მოხდეს და არც აღარაფერი არ არის საჭირო აქეთ ამ ხარეს მე მგონი სრული სიცხადეა იმ თვალსაზრისით რომ ადამიანებმა დაინახეს რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მაინც გვიჭირს გაერთიანება, ეს არის ჩვენი ისტორიული სცენი, ჩვენი ისტორიული სცენია, რომ ვერ ვერთიანდებით მაშინაც საბჭოში მიმდინარე პროცესებმა აქ გარკვეულწილად პოზიტივი მოიტანა ჩემთვის, მაგრამ იმედის ხივი გაჩნდა, რომ იქ შეძლებს პოლიტიკური სპექტრიც და არასამთავრობო სექტორის ერთიანობას და ვნახეთ შედეგიც მე შესაბამისი იყო. იმაზე რომ ყველა პარტია, ყველა რა ვიცი, კრიტიკული არხი, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, იმიტომ რომ დღეს აღარ არსებობს ჩვენ შორის, როგორც სახარებაში აღარ დავიწყებს იმის ციტირებს, ანუ ყველა ერთნი ვართ ჩვენ აი ამ ბოროტების წინაშე. ერთნი ვართ ამ ბოროტების წინაშე, მათი გადმოსახედიდან ერთნი ვართ და ჩვენი გადმოსახედიდანაც ერთნი უნდა ვიყოთ, ხო? ჩვენ აი ამდენი ხანი ვამბობდით მაგალითად, რომ აი გადადგნენ ან წამოვიდნენ სამსახურებიდან ან გაიფიცონ საჯარო მოხელეები არ გააკეთა ეს ბევრმა რაღაც ზოგმა პრაგმატული მოსაზრებით, ზოგმა ისეთი მოსაზრებით, ზოგმა ასეთი მოსაზრებით. ხედავთ ხო უკვე ბოლო თვეზე მეტია, აი ესე გათითოკაცებულს უშვებენ ყველა სამსახურიდან. ჩვეულებრივად რეპრესიები მიდის საჯარო სექტორშიც და მომკითხავი აღარ არის არავის. ანუ აღარავინ არ არის. მათ შორის ისეთ ადამიანებს, აი დღეს რამდენიმე გამოხმაურება ვნახე, ისეთ ადამიანებს უშვებენ სამსახურიდან, რომლებიც 2012 წლიდან მათი ერთგული მომხრეები იყვნენ, უბრალოდ აი ეს მათთვისაც კი მიუღებელია, ხო? ხო, პრობლემა ის არის, რომ გვიჭირს ამის აღიარება, მათ შორის ჩვენივე ფლანგზე დიდი ხნის განმავლობაში იყო რაღაცნაირი სხვებზე უფრო ჭკვიანების და სხვებზე უფრო ესეთი რა ქვია შორსჭვეტელების ესე დომინანტური აზრი რომ კი ჩვენ ამათ არჩევნებით აუცილებლად მოუგებთ და აი შემდეგ არჩევნებზე გადავხევთ, ხო? ზოგი ახლაც არის რომ ადგილობრივ არჩევნებზე ფიქრობს უკვე და რაღაცებს სიგიჟე აბსოლუტური სიშლეგე ადგილობრივ რა არჩევნებზეა საერთოდ საუბარი, ხო? ანუ გაუქმებული ამ ქვეყანაში არჩევნებიც სასამართლოც, ანუ ყველა ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არის ჩვეულებრივი. რეალისტურად გეჩვენებათ ეს თარიღი 18 თებერვალი, მე არ ვიცი ზუსტად ეს არის თუ არა ივანიშვილის დაბადების ნამდვილი თარიღი, მაგრამ გავრცელდა ესეთი აზრი, რომ მან მოითხოვა, რომ 18-მდე ყველაფერი მოგვარდეს, წინააღმდეგობა ჩაქრეს, პროტესტი გაჩერდეს, გაიწმინდოს ქუჩაც და ალბათ პოლიტიკური სპექტრიც დაჭერებს თუ უყურებთ, სხვა შთაბეჭდილება არ დაგრჩება. არ ვიცი ხა ეს როგორც თქვენთვის ასევე ჩემთვის სპეკულაციის საგანია, იმიტომ რომ კონკრეტული ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ერთი რასაც ძალიან კარგად აკეთებენ ესენი ჩვენ და სამწუხაროდ არის იმდენად ამოქოლეს, იმდენად ტოტალურ მონობაზეა დაყრდნობილი ეს სისტემა და იმდენად ჩაკეტილია და იმდენად შიშია
შიგნით ჩვეულებრივი ბოლშევიკური შიშია, ხო, ერთმანეთის ეშინიათ, არავინ არავის არ ენდობა, რომ იქიდან პრაქტიკულად ინფორმაცია არ გამოდის. ახლა ეგრე რო იყოსო 18-ისთვის უნდა რაღაც დასრულება, ვის გაუკვირდება, ხო? მაგრამ ნუ ეს თარიღიც არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის, ადრე იყო რუსული კანონი, მერე იყო კიდე რაღაც, ანუ ყოველდღიურად ესენი აკეთებენ რაღაცას, რაც ჩვენ გუშინ გვეგონა შეუძლებელი ან წარმოუდგენელი და მათთვის არ არსებობს უარესი, ხო? ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი და არ უნდა ვიყოთ რეაგირების რეჟიმში. ვიმეორებ, ეს გამოსავალი დღეს იმდენად რთული საპოვნელია, რომ შეიძლება იყოს უბრალოდ გადარჩენაზე გამავალი გზა, გადარჩენაში გულისხმობ იმას, რომ ანუ ძალიან არ მინდა მე რომ ეს ადამიანი ანუ ვინმე ან ციხეში იყოს, ან დააჯარიმონ. ცხადია, ძალიან რთულია ამის გაკეთება, რომ თან ტოტალური იყოს დაუმორჩილებლობა და თან ადამიანები დაიცვა ამ ყველაფრისგან, ხო? მაგრამ საკვანძო მნიშვნელობა აქვს მაინც საერთაშორისო პოზიციას და კონკრეტულად ამერიკის პოზიციას. ამერიკის პოზიცია სანამ გაირკვევა და შეიძლება კვირებზე იყოს საუბარი, საბოლოო პოზიცია, ხო? ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ვიყოთ ბრძოლისთვის მზად. ხშირად ამბობენ ხოლმე პირველი ხელისუფლების დროს ზვიად გამსახურდია რა გააკეთა, მერაბ კოსტოვამ რა გააკეთა, ეხა ჩემზე მეტად ალბათ ამ ორ ადამიანს ცოტა აფასებს ამ ეროვნულ გმირს და ერთ-ერთი წმინდანათაც არის შერაცხული, მაგრამ რა მინდა გითხრათ, ხო, ანუ რა მინდა ვთქვა, ნახეთ, ეს ადამიანები ბავშვობიდან იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ბავშვობიდან 56 წლიდან 56-ში დაიჭირეს პირველად 17 წლის მერაბ კოსტავა და 17 წლის ზვიად გამსახურდია, ხო? მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება შესაძლებელი გახდა 12, 13, 14 წლის შემდეგ. მათი პირველი დაჭერიდან, ხო? რატო? იმიტომ რომ საერთაშორისო კონიუნქტურა შეიცვალა. მათ ბრძოლა არ შეუწყვეტავთ, მაგრამ ნახეთ ამას ვიძახით, ჩვენ გვჭირდება იმასთან ერთად რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ხო და რაღაც იმას არ დაემსგავს უსე ჩვენი ბრძოლა, რაც რა თქმა უნდა კეთილშობილება იქნება, რაც რა თქმა უნდა ისტორიის ანალებში შევა ოქროს ასოებით, მაგრამ შედეგიც ხო გვინდა, შედეგისთვის აი ეს საერთაშორისო კომპონენტი ძალიან საჭიროა. დიდი მადლობა. ხო, დიდი მადლობა იმ ადამიანებს, თქვენ წეღანაც ახსენეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული ბატალიები და იქ მართლაც სამაგალითო იყო როგორც თანამშრომლობა, ასევე ის შრომის უნარიანობა, რომელიც ქართულმა დელეგაციამ დაგვანახა, ქართულ დელეგაციას გულისხმობდა არა რუსკოცურ დელეგაციას, რომელიც მიიჯირყნა მათიო პატრონის ენაზე რო ვთქვათ. მე მინდა ვისურვო, რომ ასეთი ვნახოთ ყოველდღიურობაში ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში და ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე. დიახ, ეს მართლაც მძიმე სიტუაცია, მაგრამ იმისთვის რომ არ გავხდეთ ბელორუსი, ეხლა მართლაც უნდა მოვიკრიბოთ ბოლო ძალა და უნდა ყველამ შევძლოთ ეგოს დათრგუნვას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, აი რაღაცა ბრძოლის, იმიტომ რომ უკან დასახები რეალურად აღარ დატოვა ახლა ივანიშვილმა, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს რომ აღარ მინდა ევროსაბჭოში. შეიძლება კი უნდოდა ახლა და ქართული ოცნების წევრებს უნდოდათ რომ ქონოდათ ეს გასვლები და არ ყოფილიყო ეს რაღაცა შეზღუდული კლუბი, იმიტომ რომ სადაც სწავლენ, არავინ არ იცის რა პრობლემა შეხვდებათ, იმიტომ რომ აბუ-დაბიში წავიდნენ, ხო და ჩათვალეს, რომ ახლა ემირატები არის ადგილი, კარგი არ არის ევროპა, მაგრამ Coldplay კონცერტზე წავალ სხვაგან. მაგრამ ეს სამყაროც პატარაა და ქართველებიც უკვე ყველგან დადიან. ამხელა ცინიზმია ისე, რომ აი ეს ხალხი აბუ-დაბიში ვინც ძალადობის გამო დაიჭირეს, დააჯარიმეს, სამარცხვინოდ ვინც მოიქცნენ, ხო აი ეს ხალხი, სხვა სამარცხვინოდ კიდე ერთი რაღაც მინდა მაგაზე გავიხსენო, პირველ დღეს ხო გადაყლაპეს, დამსახურებულად გადაყლაპესაც, დამსახურებულად ითქვა მათი მისამართით და მეორე დღეს აქედან დავალება რო ჩაუვიდათ, მოაწყეს ეს დებოში ან ველურებმა. ეს ხალხი ისევ გამოაგორეს, ისევ მორალს აკითხებენ, ისევ რაღაც კომენტარებს აკეთებინებენ, ანუ აი ეს არის რაღაცნაირი მახინჯი სურათი იმ ქართველის, რომელიც ივანიშვილს კი არა, რომელიც რუსს უნდა დაგვანახოს. აი ამ ქართველს ზერწავენ, გრუზინს ზერწავენ, უკანა თათებზე დამდგარ უღირს არაფრის მწოდნე, ყველაფრის მკადრებელ არარაობებს ზერწავენ. ხო რაღაცას ბრძანებას გაუგზავნიან, ის ბრძანებას ბრმად შეასრულებს, მე შაქრის ნატეხს ჩაუდებენ პირში, ზოგსავით მილიონების სახით, ზოგ შეიძლება ბევრად ნაკლებიც ყოფნის, ხო? ეს უნდათ. ანუ აი რო შეხედოთ, ეს როგორ შეიძლება იყოს ის საქართველო, რომლისთვისაც ამდენმა თაობა მიბრძოლა, ხო, მართლა რა ჭირია, რა უბედურებაა, რომ ყველა თაობა უბედურია, ხო, აი რო გვეგონა, რომ გავახციეთ ამ უბედურებას და გაგვიჩალიჩეს ისე რუსებმა, გაგვიჩალიჩეს 2012 წელს, ხო? ოღონდ დაანონსეს წინასწარ, რომ არჩევნები რო გექნებათ, მერე ვილაპარაკოთ. პუტინმა ხო თქვა ეს, ხო არ მოგვიგონია რა. ხო და არა ცოტა მეტი გონიერება, ცოტა მეტი დაგეგმარება გვაკლია სხვათა შორის. დაგეგმარება გვაკლია დღეს რამდენიმე უცხოე პარტნიორს შევხვდი და ნუ იქ აი ამ მხრივ
ჩვენ მიმართ კრიტიკა გაისმა, რომ თითქოს აი ეს იმპულსურობა თუ სიტუაციური მოქმედება ჯერ კიდევ გვახასიათებს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არის ბოროტი, რუსი, ვერაგი მტერი, რომელიც ძალიან ცივსისხლიანად მიყვება იმ თავის გეგმას. თქვენს თქვით, თუნდაც აი 18-მდე არ ვიცი არის თუ არა ეს ბრძანება გაცემული, მაგრამ თუნდაც ეს ხო არის რაღაც ორი კვირის გეგმა, ხო შედგენილი. ხო, თუმცა მე რაღაც ჯოჯოხეთურ სპირალში ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ სერბეთში რა მიმუშავა, ხო, როდესაც ცენტრალური მაგისტრალები გადაკეტეს და იქ მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, საქართველოშიც გვინახავს ჩვენ ასეთი დღეები, აი ნოვისადიდან ბელგრადამდე ამის უწყვეტი ჯაჭვი იყო და სტუდენტები და ძირითადად ახალგაზრდები აქტიურობდნენ და არა მარტო ახალგაზრდები რა თქმა უნდა, მაგრამ იქ მაინც ევროპაა და რეაგირებს რეჟიმი მაინც და აქ ჩვენ სრულიად ყრუ კედელთან გვაქვს საქმე და ყველა ასეთ აქტივობას წინ რაღაც საკანონმდებლო ცვლილებას ახვედრებს. ხო, ეს ყველაფერი შესაძლებელია, მე ეს მithkoms და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შესაძლებელია TV იმედის გამო. TV იმედი არის აი ბოროტების მათი ენაზე რო ვთქვა და მოზგი. პროპაგანდის ზერღერცი. აი ეს პროპაგანდისტული ბოროტების მანქანა, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ აი ეს პირუტყვები ნიღბებით რო გამოყავთ და ამ პოლიციასთან ამაც საერთო არაფერი არ აქვს, გამოიყვანონ, ხალხი დაარბიონ, ყველაფერი აკეთებინონ და ამასთანავე აი რაღაცა ჩაუნერგონ, რაც მათ აფიქრებინებს, რომ სწორ საქმე შვებიან, რაღაც ძალიან პრიმიტიულ დონეზე. აი იმ ბრძანებას დაემორჩილონ, თან იფიქრონ, რომ კარგს აკეთებენ, ხო? ეს ყველაფერი იმედიდან მოდის. ხო, დღესაც ხო, აი იგივე რომ იზორია დაუნიშნავთ ამ რაღაც ბოლშევიკურად ისტორიის გადაწერის შეფად, რომელიც ხათაშორის იმ 9 წლიდან მე მგონი 6 წელი თანამდებობაზე იყო, ხო არ ვწდები? დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ შორის აკადემიის ხელმძღვანელი იყო პოლიციის თორცი. ეხლა რუსები ჩვეულებრივად დაიწყებენ ჩვენი ისტორიის გადაწერას იმისთვის, რომ ტვინები გამოურეცხონ ადამიანებს და დააჯერონ, რომ ის რაც საქართველოსთვის იყო ყველაზე უფრო კარგი, რაც ბოლშევიკებმა გააკეთეს. სხვადასხვა ეს კიდევ ერთხელ ვახსენოთ თქვენს ეთერში. ბოლშევიკები, დამპყრობლები, მტრები, ოკუპანტები რაც ეძახდნენ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას, იცით? კვლელები, წამებლები, ჯალათები. და იმ 3 წელიწადს რაც ეძახდნენ, სისხლიანი 3 წელი. და რო წავიდა ნოე-ჟორდანიის მთავრობა და განძი განარიდა ამ ველურებს და ამ პირუტყვებს, გაიტაცაო, ის რა ქვია, ოქრო გაიტაცესო. მე გამსახურდიას შემთხვევაში ეს გახდა, რომ თურმე 19 ზოდი ოქრო თუ 19 ტონა რაღაც საბრალებდნენ, 19 ზოდი ოქრო გაიტაცაო გამსახურდიამო. სააკაშვილის შემთხვევაში 19 მილიარდი გადამავალა ოფშორებში, ანუ ერთი და იგივე კგბ-ს თუ NKVD-ს თუ ჩეკას კლიშეები მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ საუკუნეზე მეტია. და მუშაობს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვებრძვით საკუთარ მეხსიერებას. რაღაც სისულელეებს ვაჯერებთ, ანუ შლით მეხსიერებას, რატო შლით იცი? იმიტომ რომ ჩვენს ყოველდღიურობაში ურთიერთობაში გვიშლის ხელს ვიღაცეებთან. და არა, არავისთან ურთიერთობა არ უნდა დავარღვიოთ, რა თქმა უნდა, არ უნდა გავიფუჭოთ, მაგრამ არა სიმართლის ხარჯზე. ხო? ანუ სიმართლე და ის ფაქტები ჩვენს ინტერესშია. ურთიერთობას თუ ამჯობინებ ჭყალებში ურთიერთობას, სიმართლეს და ჩვენს მეხსიერებას, მე კი ვიტრიალებთ იმ ჯადოსნურ წრეზე, რომელზეც ვტრიალებთ და ამაში დამნაშავე არავინ არა ჩვენ გარდა. ხო, იმიტომ არ ვტრიალებთ, რომ ვიღაცა არის ცუდი, იმიტომ რომ ვიღაცა სადან რუსი რო შემოაგდებს და რა ვიცი, იგივე ბოლო 30 წელიწადში მესამედ რო ხანდახან ერთი და იგივე პერსონაჟების გამოყენებით, მესამედ რო ერთი და იგივე სატყუარას გვიგდებს, ერთი და იგივე მახეს გვიგებს და ჩვენც ვებმებით ამ მახეში, ხო, რა ჩვენზე მეტყველებს ეს რუსზე არა. რუსი რო ბოროტია და მტერია ვიცით. ყველა ვინც რუსის ინტერესს ატარებს, რომ ბოროტია და მტერია, ეგეც ვიცით. მაგრამ ცოტა უფრო მომზადებულები უნდა ვიყოთ. კი, სამწუხაროდ ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად აღმოჩნდით და ერთი რამ არის კიდე გასათვალისწინებელი, ამ ქვეყნიდან გავიდა 100,000-ზე მეტი ადამიანი, ის ხალხი, ვინც ზუსტად აფასებდა რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე და კონიეკ მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში. ბოლო 2 წელიწადში ხო მანამდე და ყველა რაღაც ეტაპზე ხდება საზოგადოების ძალიან რჩეული ნაწილის გადინება და 90-იანი წლები იყო ამისი არაჩვეულებრივი მაგალითი, არაჩვეულებრივი არა, ცუდი მაგალითი, მოდი ასე ვთქვათ და ახლაც ასე ხდება. და არჩევნებმა ხო აჩვენა ეს ყველაფერი, რამდენი ემიგრანტი სასოწარკვეთილი ცდილობდა ხმის მიცემას, დარეგისტრირებას და მე ადგილზე და უბანზე მისული ხალხიც არ შეუშვეს, აი ამერიკაში ხო ასე მოხდა. ძალიან კარგად ვნახეთ და ეს დემოგრაფიული დისბალანსიც ოცნებისთვის სამწუხაროდ მოქმედებს დადებითად და ისინი იყენებენ ამას. ხო, ნუ ვინც რჩება იმა ტვინს ურეცხავენ, ტევენ აჯეჟდას მეშვეობით და დანარჩენს ივანიშვილმა 2016-ში უთხრა
ეს უვიზო ხო გავაკეთეო და ვისაც არ მოგწონთ აკაურობა, წადით გერმანიაში, ანუ ასეთი რაღაც არავის არასდროს არ უთქვამს, ანუ კაცი არის ცინიზმის და თაღლითობის გამოხატულება, ხო, მაგალითად, როდესაც კურსი გავარდა, სხვათა შორის წინა ხელისუფლება რო წავიდა და ამათ რო გადააბარეს ძალაუფლების სადავეები, მაშინ დაახლოებით 1.65 იყო კურსი. ანუ წარმოიდგინეთ, თქვენ თუ გქონდათ 1000 ლარი ხელფასი, ეს 1.65-ზე გადაანგარიშებით დოლარზე თუ გადაიყვანთან ევროზე, ნიშნავს, რომ თქვენ გქონდათ საკმაოდ ნორმალური შემოსავალი, ხო? დღეს რამდენზეა გამახსენეთ 3-ზეა, ხო? და თითქმის 3-მდეა ასული, ანუ 2.5-ჯერ გაუფასურდა ეს. ხო და ივანიშვილი მაშინ ამბობდა, რომ რა პრობლემა არის ლარის გაუფასიურებაო, ხო? ინტერვენციების ხო, რა პრობლემა არის ლარის გაუფასიურებაო, კაცო, აიყვანეთო თქვენო ისინიო. პირადი ბანკირებიო და კონსულტანტებიო და პრობლემა არ იქნებოდა. დასციან ყველაფერთან ერთად დასცინ ეს ხალხს. ყოველდღიურად დასცინ ეს ხალხს. უბრალოდ კი არ აღატაკებს, უბრალოდ კი არ აფუჭებს, უბრალოდ კი არ იყენებს. დასცინას, აი ეს ცინიზმი არის ბევრად უფრო მძიმე, რომელიც ამ ფონს ამძიმებს და რომელიც მე მგონი კონტრიბუტორი უნდა იყოს, რომ ხალხი ბევრად უფრო გაბრაზებული იყოს, ბევრად უფრო განრისხებული იყოს ყოველდღიურად, კიდევ უფრო მეტად ვიდრე არის ალბათ. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ არის ხა ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ თუ ახლა საქართველოს ამ ყველაფერს თავს არ დააღწევს, მაშინ ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნებით. რახან ჩვენთან ხართ ამერიკის პოლიტიკაზეც მინდა კითხოთ, ალბათ მარტივი შეკითხვა არ არის ახლა ტრამპის უცნაური პოლიტიკის ყველაზე რბილად რო ვთქვათ, მეზობლებს სატარიფო პოლიტიკა შეუცვალა, ეხლა შეაჩერა ერთი თვით ჯო ვილსონი მუდმივად გვამშვიდებს და გვეუბნება, რომ ტრამპი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ქართულ ხალხს ყველაზე მეტად ჭირდება. აი ის, რაც დაიწყო წინა ადმინისტრაციამ თავისი ვადის მიწურულს, მაგრამ რაც დაიწყო აი საქართველოს მიმართ თითქოს გამოფხიზლების და ხისტი პოლიტიკა და მე ამერიკის საელჩოს განცხადებაც ვნახეთ, აი მდინარაძეს რო უსწორებდნენ ისინი, როგორი იქნება ამერიკული პოლიტიკა. აი რამდენად გაქვთ იმედი, რომ აი სწორი შეფასებები და დასკვნები შეუძლია გამოიტანოს ახალ ადმინისტრაციას და ხა მარკო რუბიო, რომელიც იცნობს საქართველოს, მაგრამ თუმცა ორიენტირებული ახლა მაინც სხვა რეგიონზეა, აი სწორ პოლიტიკას აირჩევს და დროულად. მოდი ასე ვთქვა, ჩვენ არჩევანი არ აგვაქვს, მე შეგნებულად არასდროს არ შევდივარ ამერიკის შიდა პოლიტიკურ დებატებში. ქართველები ისედაც ყველაფრის გამო ვართ გაყოფილი, აი რეალი ბარსა და აი რაც რის გამო ჩახოხბილი თუ ბოზბაში თუ ჩახოხბილი ხო და ყველაფერზე ვიყოფით ხოლმე, ახლა ბაიდენი და ტრამპის გამო გავიყავით კიდე ქართველები ეს გაგვაყდა, ხო? ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამერიკის შიდა პოლიტიკაზე გამოთქვათ, ნუ ცხადია ახლა. ჩვენი აზრი შეიძლება ყველას გაგვაჩნია, ზოგს რაღაცა მოგწონს, ზოგს რაღაცა არ მოგწონს, და ამაზე ბევრი შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ არჩევანი არ აგვაქვს. ანუ ჩვენი მტერი არის რუსეთი. და ჩვენი მტრის ერთადერთი პოტენციური შემაკავებელი და დამარცხებელი არის ამერიკა. შესაბამისად, ამერიკასთან ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. არის სირთულეები იმაში, რომ მე მაგალითად ვიხსენებ, აი ალბათ ჩვენთვის ყველაზე უკეთესი დრო იყო ის პერიოდი, როდესაც ამერიკასა და ბრიტანეთში იყვნენ ტეტჩერი და რეიგანი, ხო? ანუ ორი გულანთებული თავისუფლების მოყვარე ლიდერი, თავისუფალი სამყაროსი, რომელთაც განზრახული ჰქონდათ რუსეთის იმპერიის დაანგრევა, აი ამ ბინძური რუსული ბოროტების იმპერიის დაანგრევა და ეს გააკეთეს. და ეს იყო იდეალიზმით მოტივირებული, ხო? დღეს ნუ რესპუბლიკური პარტია ისევ ხელისუფლებაში ამერიკაში, მაგრამ ნუ ძალიან არათანა ასე ვთქვათ, არაერთგვაროვანი მესიჯები მოდის ადმინისტრაციიდან, ამას ხედავთ. ბევრ რაღაცას აქვს ობიექტური საფუძველი. და ჩვენ ამას ვერ ხედავთ საქართველოსთან, იმიტომ რომ ქართული პრიზმით უყურებთ, რაც ბუნებრივია გასაგებია, მაგრამ ამერიკული პრიზმიდან დანახული ხარ. შეუძლებელია რომ 80 მილიონი ადამიანი რამდენი მომისცა ზუსტად ხარ, ხო? ანუ ცუდები ხო არ არის ამ ჭყალებში, ხო? რაღაცა სხვანაირად ხედავენ. მოკლედ მე იმას ვამბობ, რომ ჩვენ მათთან უნდა ვიმუშაოთ. უამრავი მეგობარი ყავს, ჩვენი მეგობრები არიან, ახლა ეს კოცები ხო სინამდვილეში ველურები არიან, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, დააჯერონ ტრამპი, რომ რაღაცა საერთო აქვს და რა საერთო აქვს. 5 წლის წინ ჯერ იყვნენ ევროპელი სოციალისტების ოჯახში, საიდანაც პანჩურით გამოაგდეს. და გამოაგდეს, იმიტომ რომ ტალახიანი ფეხსაცმლით შედიოდნენ ოჯახში, დანაჩანგლის ხმარება არ იცოდნენ, ცხვირს ვერ იხოცავდნენ და ასე შემდეგ. და გამოაგდეს, იმიტომ რომ არ არიან ცივილიზებულ ოჯახში მისაღებები. იმიტომ კი არა რომ რაღაც ღირებულებითი სხვაობა ქონდათ, ხო? და ეხლა გადალაგდნენ ფარისეულურად ცხადია, რომ ვითომ ტრამპთან ცდილობენ რაღაც საერთო მონახონ, რაღაც 2-3 ტერმინიც ჩაუწერეს რუსმა კონსულტანტებმა, რა ხა deep state-ზე უნდა ილაპარაკოთ, რომ იქნებ ვიღაცას კაუჭი გამოსდოს. ეს რა თქმა უნდა განწირულია ეს პოლიტიკა დამარცხებისთვის, ვიმეორებ, მაგრამ მეორე მხარეს ჩვენ მტერს, რუსებს
გათვლა აქვთ იმაზე, რომ დროს მოიგებენ. მათთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი, იყვნენ ადამიანები დასავლეთში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იძახდნენ და არწმუნებდნენ თავიანთ დედაქალაქებს, რომ ივანიშვილი არათანმიმდევრულად იქცევა, მაგრამ პრორუსია არ არის და მოდი ჯერ ნუ დავასანქცირებთ, მოდი ამას ნუვიზამთ, მოდი იმას ნუვიზამთ. აგერ ბობ ჰამილტონი არის, რომელიც ამერიკის საელჩოში მუშაობდა და დაწერა, ხო, როცა ამბობდი, რომ ივანიშვილი რუსეთისკენ მიდის, რომ მეუბნებოდა, რომ დაჯექი, ხმა ჩაიკმინდეთ და გააფერადეო, ანუ შენ არავინ არ გეკითხებაა, ხო? ეს დროც იყო. ამ ყველაფერმა ივანიშვილს და რუსებს აჩუქა დრო. დრო, რომელიც მათ გამოიყენეს ფესვების გასადგმელად. ვიმეორებ, მათთვის დღე, ანუ საბოლოო შედეგი როგორი იქნება, ცხადი ამას ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ თუნდაც რესურსებს შევხედოთ, ანუ ეკონომიკას შევხედოთ, სამხედრო ძლიერებას შევხედოთ, დემოგრაფიას შევხედოთ, ანუ არ არსებობს ფაქტორი ერთის გარდა, რომელშიც რუსეთს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთს და ეს ერთი რა არის? პროპაგანდა. პროპაგანდა არის ის, რაც აი ამ სნეულ ქვეყანას, აი ამ ავადმყოფ ქვეყანას აქცევს ანგარიშ გასაწევ ძალად. პროპაგანდა, რომლითაც ის სხვა ქვეყნებში ერთმანეთს უპირისპირებს ადამიანებს, ცრუ სამიზნეებს უსახავს მათ და ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულ საზოგადოებებს მერე ან მართავს, ან რაღაცა პროცესებიდან გათიშავს ხომედროებით და ამასობაში თავის ბინძურ საქმეებს აკეთებს. მოკლედ გასაძლები გვაქვს ჩვენ, სხვა არჩევანი არა გვაქვს. რაც თავარია და როგორც თქვენ თქვით, უკან დასახევიც არა გვაქვს, ჩვენი ოჯახებია და ჩვენი საქართველოა. კი, აღარ დაგვიტოვა ივანიშვილმა და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად ამ ბრძოლაში.